მინდა რომ პირდაპირ ეთერში გავიდე და ვისაუბრო საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზე. იმ თემაზე, რასაც ქართული ოცნება მისი პროპაგანდონებით იყენებს საკუთარი იმიჯის გასალესად და შესანარჩუნებლად, არა, თემა ცოტა მძიმე არის, ნამდვილად რეალურად სერიოზულ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებისთვის, მთელი ქართული საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს თემა არის ნარკოტიკები. გამოდიან და ამბობენ, რომ რამოდენიმე ადამიანის სიცოცხლეს იწირავს 2-3 თვის დეკატაში და ესეა და ეს სიამოვნებაში არის სიცრუე, მაგრამ ამ სიცრუეს და სიყალბეს აქ რა თქმა უნდა თავისი დასაწყისი და თავისი რა თქმა უნდა ჩარჩოები, ვინ აწარმოებს ამ სიცრუის დელეგირებას და საიდან მოდის ზოგადად ეს სიცრუე მოდის ამათი ეგრეთ წოდებული არხებიდან, ამათი პროპაგანდის ელემენტებიდან და გავლენის სფეროს ადამიანებიდან, რომლებიც მუშაობენ ქართულ ოცნებაზე. ესენი არიან ეგრეთ წოდებული სასულიერო პირები, თუ ეგრეთ წოდებული ტელეწამყვანები, თუ ეგრეთ წოდებული ჟურნალისტები, თუ ეგრეთ წოდებული მსახიობები, თუ რა ვიცი, რა თავის თავს რას უძახიან ნიშმაკმა იცის, მაგრამ ფაქტი ერთია, მათ აქვს ძალიან კარგი სასათბური გარემო იმისთვის შექმნილი აწარმოონ სიცრუე და აწარმოონ ქართული ოცნების პროპაგანდისტული ინტერესების გატარება და დელეგირება საზოგადოებაში. ახლა რა არის, იცით? მე გულახდილად გეტყვით ყურადღებას ვაქცევ ამათ თავარ საფრთხობელას, ეს არის ანტისაზოგადოებრივი მაუწყებელი, ანუ იმედის ტელევიზია, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის და ხალხისთვის არასოდეს იმედის მიმცემი, ესაა ბიძინა ივანიშვილის ინტერესების ტელევიზია, სადაც ვიღაცა ხელით გამოძერწილი პერსონა, ვიღაცა ცდილობს საზოგადოებას დააჯეროს ქართული ოცნების სიცრუე, რომელიც არის მომწამვლელი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამ თოჯინების თეატრს ეცვლება ფიგურები საზოგადო გავლენის შესანარჩუნებლად, ხან ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრს მიიწვევს იქ, ხან ვიღაცა მსახიობს მიიწვევს იქ, რომელიც ქართული ოცნების მხარდამჭერია და გარიგებულია ჩვენი საზოგადოების ცნობიერების დასამონებლად, ხან რომელიღაცა სასულიერო პირი გამოჩნდება, რომელიც იმ ნარატივს ავრცელებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უნდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე მინდა ამ სიცრუის პრეამბულაზე კიდევ ერთხელ გესაუბროთ. ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ნარკოტიკების პირველი რეალიზატორი და მხარდამჭერი არის თვითონ. და ეს ეგრეთ წოდებული მისი პროპაგანდის ელემენტი ვიღაცა ნოე მაგის პიროვნებაზე კიდე ახლა დავილაპარაკებ. ტელევიზიაში იწვევს ქართული ოცნების ლოიალიზმით განსჭვალულ ეგრეთ წოდებულ სასულიერო პირს, ინტელექტოს, ყველანაირი მორალის არ მქონეს, რა თქმა უნდა სიყალბით ახსავსე ყანდურს ვიღაცა შალიკო კეკელიას. იწვევს ამ გადაცემაში, როგორ გითხრათ, სახეწაშლილ ვიღაცა ტიპს, რომელიც წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩვეულებრივი რობოტია, კაცრო დააპროგრამებენ და რამოდენიმე იქ ხელით შეკერილი ტიპები, რომლებიც თითქოს წარმოადგენენ ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი ბომონდის სახეს და ეს შოუს აწყობენ. ეს შოუდ იქცა ქართული უსაფრთხოების და ჯანმრთელობის და ერის კეთილდღეობის საქმე. შოუდ იქცა. და ამ ყველაფერში რა თქმა უნდა პრეამბულა მთავრდება იმით, რა ცუდია ნარკოტიკი და რა კარგია, რომ ხელისუფლება დგას სადარაჯოზე და ამ ხელისუფლებას კიდე ყავს თავისი იდეოლოგები, აგერ მაგალითად მამაშალვა კეკელია, რომელიც გამძვინვარებული იცავს ერის და საზოგადოების და ღმერთის ინტერესებს მიწაზე. ეს არის პრეამბულა. სინამდვილეში რა ხდება? რეალობაში რა ხდება? რეალობაში ცოტა სხვანაირად ხდება. უკაცრავად მე მოვსვა მაგერ. რეალობაში ხდება ისო შემოგარგებო, ეს არის ყველაფერი ცუდად დადგმული სპექტაკლი, იმიტომ რომ ამ შალვა კეკელია iPhone 15 სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რა, კარგად იცის, რომ ნარკოტიკების პირველი გამავრცელებელი არის სახელმწიფო. ის სახელმწიფო, რომლის მაღალ ჩინოსნებს უკვე არაერთი წელია უკანალში უძურება უაზილინოთ.
მძიმე სათქმელია, მაგრამ ამისი ფაქტებია, ამისი მონაცემებია და არასოდეს მას არ გაჩენია პრეტენზია და არ გამოუხატია მას პრეტენზია იმაზე, რომ მთელი ერი იწარმება და ხელისუფლებასთან მიმართებაში იყოს რადიკალური. წარმოუდგენელია სასულიერო პირი არ იყოს რადიკალური, როდესაც მან იცის, როდესაც ის გრძნობს, რომ მისი საზოგადოება ლპება ღმერთამდე მისავალ გზაზე კი არა. გადარჩენის ნებისმიერი ფორმა აქვს წართმეული და ეს იცის სასულიერო პირმა და გამოდის და სიყალბით შეპყრობილი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილთან, მანამდე შევარდნაძესთან, ბიძინა ივანიშვილთან და ნუ რატო ვლაპარაკობ ამ ყანდულზე რა, ამაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ეს არის ყველაზე დიდი სიყალბის მომტანი ადამიანი, რომელიც თითქოს შეშეფოთებულია ბასიანში 19 წლის გოგოს გარდაცვლით. და ვისმენთ, აქ ყველაზე დიდი სიყალბე იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნოეს ხელოვნურად შეთითხნილ გადაცემაში ვისმენთ საკუთარ გრძნობებს, აუ ეს რამხელა წმინდანია, რომ თურმე პარაკლისი იქ რო გადაიხადა და მე რომ ამ გოგოს წესი აუგო გამოვიდა და თურმე მანქანაში ვერ შეიკავა ცრემლები და იტირა და რატო არ ტიროდა ეს წვერებ გასაპარსი ნაძირალა, როცა ღარიბაშვილს ხვდებოდა, როცა ბიძინა ივანიშვილთან კავშირი ჰქონდა, როცა მთელ ქართულ ოცნებას, როცა მოუნდება ერთი მისი iPhone 15-ის ღილაკზე ხელით დაჭერით და უკავშირდება, რატომ მაშინ არ ტირის, როცა ამ ხალხს ელაპარაკება, რას ელაპარაკება, რა ინტერესებით ელაპარაკება და რა აქვს გამიზნული ამ ხელისუფლების და ძალაუფლების მოყვარელ აძირალას. ამაზე რატო არავინ არ სვამს კითხვას, თუ მას რა გონია, რომ ფარდის უკან ყველაფერი მისაღები და გასაკეთებელია ისე როგორც უნდა. აი ეს არის რეალობა, ეს არის ის ჭეშმარიტი რეალობა, რაც ქართველმა ერმა ესე საჯაროდ არ იცის და გამოდის აქ ტელევიზიაში და ზღაპრებს ყვება თითქოს წმინდა წერილიდან ციტირებდეს თავისი ეგრეთ წოდებული პოლიტიკური აქტივობიდან განხორციელებული დეტალებს, რომლებიც ან იყო რეალობაში და ან არ იყო იშმაკმაიცის ეს რა, ამათგან სარწმუნო ძალიან რთულად რამე არის რა, რომ თითქოს იქ ვიღაცა პროვოკაციებს უწყობდა ამას და ამან რო ჩაატარა ეს პარაკლისი, მერე ეს ადამიანი მივიდა და უთხრა, რომ აი მე ვიყავი პროვოკატორი, მაგრამ შენი პარაკლისების შემდეგ ჩემში იმხელა რაღაცა დათრიალდა, რომ მე მხოლოდ შემიძლია შენ გთხოვო შველა და მეტი არაფერი არ შემიძლია. ნუ არაფლის მომცემი, სუდად მოყოლილი ჰაგიოგრაფია, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს მამა შალვა ბრჭყალებში ქრისტეთ განკაცებული ღმერთია, ესე რა, კერპებად რო აქვს საკუთარი თავი შექმნილი საზოგადოების წინაშე და მონებად რო ამყოფებენ მრევლს, ცნობიერება წართმეულ მრევლს, რომლებსაც ისე იყენებენ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, როგორც უნდათ რა. აი ასეთ პროდუქტს თავაზობს და გამოდის იქ იმბასიანთან და დგება იმბასიანთან, იცით რატო? იმიტომ კი არა რომ ჩვენი ერის და ქართული ხალხის ან თუნდაც იმ 19 წლის გოგოს ბედი ანაღლებს, თუთაში ეს იმის სცენარის არ იყოს, შენი ძაბუნია კი არ გეწოდებაო, შენო ძუკნა ძაღლს რო დაამგვანაო ამ წუთისოფელმა და გაჭირვებამო, არაო, შენთვის გინდაო ის პულიო, კი, მისთვის უნდა ეს პული თორე უპოვრობის ის რო პირობა დადებული სასულიერობისთან მით უმეტეს მაღალი იერარქს, ხო, რატომ უნდა გაგიჩნდეს იმის სურვილი, ისეთი ფუფუნების ნივთები გქონდეს, რომელიც არის მრავალი ათასიანი რამის 10,000-იანი და 100,000-იანი ავტომობილი, აი ბოლო მოდელის ტელეფონი iPhone 15 და გამოვლიან აქ ეგრეთ წოდებული მცველები, მისი და იმას იტყვიან, რომ მამაო ეს ასე, იმიტომ ჭირდება, იმიტომ აქვს, რომ თანამედროვე ეპოქაა და ჩვენ ამითი პარაკლისებს ვაშუქებთ და ბიჭო, ეს არის ძალიან მიუღებელი რა. ძალიან ცუდად შეფუთული ქრისტეს სახელით გაკეთებული ანგარება. ჩემთვის ეს მე არავის არ ვესხმი თავს, ჩემთვის მიუღებელია სიყალბე ქრისტეს და რელიგიის სახელით და აბსოლუტურად პირდაპირ ვიტყვი ამას რა, ესეთი რაღაც ამის ტელევიზიებში ეთერების დათმობა, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა იქონიონ თავისი ეგრეთ წოდებული ნახევრად ჭკვიანური სიტყვებით ისიც ამოღებული, ციტირებული, მრავალჯერ დატესტილი საზოგადოების ცნობიერებაზე, კარგად დამუშავებული ტექსტებით, რომ ნარკომანია ცუდია, ამით ცდილობენ შენარჩუნებას საკუთარი გავლენის
ისედაც მომსპარ საზოგადოებას. ეს მასა, ეხლა გეტყვით რაშია საქმე რა. ანრი ჯოხაძე, ეს პედერასტი ანრი ჯოხაძე, პირდაპირ ვაძებ ესა პედერასტი. ეს არის ჩვეულებრივი მეტრაკე, ვითომ მომღერალი, ვითომ ოპერმაისტერი და მისი ძმა იტალიაში ჩასახლებული, რომელსაც ეხდება საგარეო დაზვერვის ფული, რომელსაც ირმა ინაშვილმა და დავით არხალმოურავმა ამათი ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიის ხმებით მისცეს ეგრეთ წოდებული როგორ გითხრათ ამ დელეგირებულ გაზრდილიყო საგარეო დაზვერვის ბიუჯეტი რამოდენიმე მილიონად, ათეული მილიონად რა. მართლა მიჭირს რა ყველაფრის თქვა, მაგრამ ფაქტია რა, ესე გაყიდული ვართ რა. ფულში რო ვართ გაყიდული და 2.800.000 ქართველი როა განდევნილი ემიგრაციიდან და მიფურთხებული როა სულში და მარტო 800.000 ქართველის ცნობიერებაზე რომ მიდის მუშაობა, რომელიც შრომის უნარიანად ითვლება დღეს ქვეყანაში, თუ რა სულ ქვეყანას რო 200-300 კაციანი ჯგუფი მარტავს, აი ამაზე მტკივა გული და ეს მხვდება გული, ვინა ეს ნინი ბადურაშვილი, ვინა ეს ჩვეულებრივ ანრი ჯოხაძეს და ნარკომომხმარებელი და ეს დედამოწყნულები, პიდარასტი, ბოზი, ნარკომომხმარებელი და ვიღაცა მეტრაკე კოკი ფერაზი, პროჭი ვიღაცა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, აი ამათთან მოივენთე საზოგადოება, იმაზე არაფერს არ ვამბობ, ის ნოე მრავალცოლიანობის ეტალონი რო გახდა და აი ამათ უზის ეთერში ეს ეგრეთ წოდებული სასულიერო ფერი და ერთს არ დასვამს იმ შეკითხვას, რომ აი თქვენ ამ ცოდვის პროპაგანდირებას რო ახდებთ, აი თქვენ ასეთი ხალხის გვერდზე რო დგახართ და საზოგადოებას ამას უნდა ანახებთ და ლეგიტიმაციას აძლევთ არაპირდაპირი თუ პირდაპირი მეთოდებით, რომ ეს ნარკოტიკზე მეტი უარესია, ეს არის უფრო მომაკვდინებელი ცოდვა, ვიდრე ნებისმიერი ნარკოტიკის მიღება. ამას არ ამბობს სასულიერო პირი, გამოდის თავის რეჩს წაიკითხავს, წავა ვითომ ხელები აქვს დაბანილი. ეს არის რეალობა, მე მტკივა, ჩემთვის ეს არის, მე არ ვიცი ვის როგორ, მაგრამ ჩემთვის ეს არა ამისაღები. მე ყველას ცუდი რა არის, იცი? ყველაფერს რომ ამას თავი დავანებოთ, გადავიხედოთ აქეთ რა ხდება რა პლატფორმა არის. ეს ეგრეთ წოდებული მამაო ხო გავა ეთერიდან, მე ესენი დაიწყებენ სიყვარულის დღეზე ლაპარაკს, სიყვარულის დღეზე გადაცემების გაკეთებას, რომ 14 არის ვალენტინობა და ამას რო შეეკითხო, ამას რომელსაც ყველაფერი იცის, ყველაფერი ჩიკირუა, ეს მამა შალვა, საპატრიარქო სხანდური, ჩვეულებრივი მამა ძაღლი და უბედური, ხო? იქ რომ მიდის ამათან ეთერში, ეს არ იცის, რომ სხვა რელიგიის და მრწამსის პროპაგანდირებას ახდენენ ეს ნაძირლები და ამას არ მიიჩნევს პრობლემა და ამაზე არ ლაპარაკობს. თემა აქვს დათრეული ნარკოტიკები რა, უშიშროებაში რომ თემას გაანაწილებენ და ეტყვიან, აი შენ ხო ხარ სასულიერო პირი, შენ ეს უნდა ილაპარაკო, ეს მნიშვნელოვანია ხალხში ილაპარაკო. აგერ შენ მსახიობი ხარ, მაშინ შენ ეს უნდა ილაპარაკო. შენ ეს უნდა ილაპარაკო თუ პოეტი ხარ, შენ ეს უნდა ილაპარაკო თუ მწერალი ხარ, თუ შენ ესა ხარ, შენ სხვა პროფესიის ადამიანი ხარ და საზოგადოება გიცნობ, შენ ეს უნდა ილაპარაკო. ესენი ხო საერთოდ სრულ მოცემულობაში ვერ უყურებენ ვერაფერს, მაგრამ ამის დამგეგმა უშიშროების სამსახური ხო ხედავს ყველაფერს. ხო უყურებს ამას ყველაფერს, ხო აკვირდება ამას ყველაფერს. ხო და საერთოდ ჯამში ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ ყველა ერთი აი ამ თეატრის მონაწილე არის. ეს არის ძალიან სერიოზულად გულსატკენი და ძალიან დიდი სიგახრწნილის თამაში არის ეს. და დიდი სიმამაძაღლის თამაში არის ეს რა. არ ვიცი რა, თქვენ თვითონ გადახედეთ. თქვენ თვითონ შეხედეთ, რამდენად მისაღებია ამათი ლაპარაკი, როცა აი ეს ნაძირლები, პიდარასტები, ნარკომანები და მამაძაღლები ლაპარაკობენ იმაზე, რომ ბასიანთან არის პრობლემა. ბასიანთან. რატო არ გამოდის ეს ეგრეთ წოდებული ყანდური და რატო არ მიდის, რატო არ აიღებს ჯვარს? რატო არ მიდის ხელისუფლებასთან, ხელისუფლების წინააღმდეგი რატო არ და რატო არ აკეთებს პარაკლისებს მთავრობის სახლთან, პარლამენტთან, ბიძინა ივანიშვილის სახლთან და ასე შემდეგ. რა გეშინია აქ? რა იყო დადებულია ტაბუ პოლიტიკურ მასიმახინჯეზე, ვინც აწარმოებს რეალობაში ნარკომანის გაყიდვას, ნარკოტიკის გაყიდვას ქვეყანაში და ხელისუფლებას რო არ უნდოდეს
უშიშროებას რო არ უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რო არ უნდა რომელი მათგანი გაბედავდა, რომელი ბარიგა გაბედავდა საქართველოში, ქუჩებში, კლუბებში, ნებისმიერ წერტილზე იმას რა ქვია, რედისტრიბუციას ნარკოტიკის. რა არ იცის უშიშროება აზერბაიჯანიდან რა ნარკოტიკი შემოდის? ზეპირად იცის. აზერბაიჯანის უშიშროება პირდაპირ წამლავს ჩვენ მოსახლეობას, პირდაპირ ანადგურებს და პირდაპირ სულში აფურთხებს და ამ ნარკოტიკით, ამ შავი ფულით, ამ ნარკოტიკიდან შემოსული ფულით, რომლის მოვაჭრეებიც არიან ძაღლები, ამათი დედაშევეცი და გომელაური სისტემა აკეთებენ საარჩევნო შავი ფულის გადადებას, მაგრამ თქვენ აგონიათ, ეხლა ბიძინა ივანიშვილი გამოვა და საკუთარ ფულს დახარჯავს იმაში, რომ რაღაცა მოხდეს განსაკუთრებული ან რაღაცა შავად ჩაუდოს ვინმე რა ხელისუფლება უკავია ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა იშოვოს ამ ხელისუფლებამ ლევად ფული და დააფინანსოს არჩევნები და არჩევნების დროს დესტრუქცია, რომ სახელისუფლებო პარტიამ მიიღოს ხმები. ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად სხვა ბრძოლა. და ამ ყველაფერში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ ყველაფერში ჩართულია ნარკოტიკები. და მთელი უბედურება რა არის, ცით ნარკომანია არის დანაშაული, რომელიც დანაშაული და დანაშაულზე უფრო მეტიც კიდე რა, ეს არის ეგრეთ წოდებული მახასიათებელი ფსიქომორალური შტრიხი, რომელსაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახური იყენებს შენს ქვეყანაში თავისი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად და ამაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, მე ახლა დეტალებს ვერ ჩავყვები. და როდესაც მე გეტყვით გულახდილად, აგერო აზიაში, როდესაც ჩამოსული იყვნენ ამერიკის სადაზვერო ბიუროს თანამშრომლები, პირველი რაც განმარტეს, გულახდილად გეუბნებთ ამას, მათთვის როგორც სპეცსამსახურების წარმომადგენლებისთვის საკუთარ ქვეყანაში მონიტორინგის პირველ შტრიხში შედიოდნენ ნარკოტიკები, მერე პედერასტები და მერე მოთამაშეები. ეს არის ის შტრიხები, რომელიც ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და მისი სიჯანსაღისთვის წარმოადგენს პრობლემას და საქართველოს ხელისუფლების, აღმასრულებელი ხელისუფლების, საპარლამენტო ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების, თუ გინ ჟურნალისტიკის საერთოდ სხვა მიმართულება არის, ხო? სხვა ხელისუფლება, ტელევიზია, პრესა და ასე შემდეგ, ასე ითქმის დემოკრატიაში, ხო? ძირითადი წამყვანი პოსტები არის კომპრომეტირებული ნარკოტიკით, მეტრაკეობით და მოთამაშეებით. არ შეიძლება ქვეყანაში ყველაფერი შეიფუთოს დემოკრატიად. ეს არის პრობლემა და ყველაზე დიდი პრობლემა არის ამ საკითხების ცუდი აქცენტების გაკეთება ამ საკითხებზე მთავარ პრობლემაზე, რა თქმა უნდა, თვალის დახუჭვა, რასაც აკეთებს ეს შალვა კეკელია და სიტუაციის ჩიხში შეყვანა. ეხლა რა ხდება? ქვეყანაში მოხდა პოლიტიკური ეგრეთ წოდებული მმართველობის შეცვლა, ინტერესები გადანაწილდა სინამდვილეში შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება და ამ კეკელიას გაუჩნდა ახალი და კეკელიას უკან მდგომარი ერგარჩი მყოფ ტიპებს გაუჩნდა იმის სურვილი, რომ უკვე დაიწყოს ხელახალი ეტაპი ხელისუფლების სენტიმენტების მისაღება და თუ მაგალითად ყობახიძე თავის დებილთავს არ მოდრიკავს და არ შედებს ამ ყანდურების უკანალში, პირდაპირ გეტყვით, მაშინ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ თემით, ნარკოტიკის თემით მოახდინონ საზოგადოების აზრის ეგზალტაცია და მოუთხრან დედისტრაგი ამათ რა და რადიკალურად დაუპირისპირდნენ, მაგრამ ამისთვის ეს ყველაფერი იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური აქცია. ამას ეხა არც ერის ბედთან, იმასთან, ამასთან არა აქვს საქმე. ესენი ბრძოლობენ ერთმანეთში, ამას ვილაპარაკებ ბევრჯერ. ეს არის რეალობა, თორემ თუ ეგეთი გულშემატკივარია ეს შალვა კეკელია ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ერის, რატო არ მიდის და არ უდგება იმ გაჭირვებული სახლიდან როღრიან შუაზამთარში და მაკლერებმა რომ გაძარცვა მთელი საქართველო და რომ გაგურდეს მთელი ერი. რატო არ მიდის და იმ ხალხს რატო არ უდგება გვერდში? ეს არ არის მათ პოლიტიკური ინტერესი. ეს არ არის მათთვის გლობალური პრობლემა, რომელიც საკუთარ ერს აიძულებს დატოვოს მშობლიური მიწა და გახდეს ხიზანი სხვის ტერიტორიებზე, იქნება იტალია, იქნება გერმანია, იქნება საფრანგეთი თუ სხვა და სხვა. ეს არის რეალობა. გადახედეთ აგერ საზღვრის კვეთის მონაცემებს, რამდენი ქართველია უახლოეს 3 თვის მანძილზე გასული ქვეყნიდან. და იმას არ ვლაპარაკობ კიდე საქართველოსთან დევნილ მოსახლეობას რა მახეებს უგებს საკუთარი ხელისუფლება რომ რამეს არ მიაღწიოს
რომ იქაც იყოს დამცირებული, იქაც იყოს ჩამქოლილი, იქაც იყოს მიტოვებული, იქაც მისი ხმა არ მოისმინონ საჭიროებისამებრ. ესენი არიან ჩვეულებრივ მოღალატეები საკუთარი ქვეყნის და საკუთარი სარწმუნოების. საკუთარი ქვეყნის და საკუთარი სარწმუნოების. საპატრიარქო რო 50%-ით იდგეს საკუთარი ერის გვერდზე, ხმალამოღებული იბრძოლებდა ქვეყანაში მევახშეობის წინააღმდეგ. ხმალაღებული იბრძოლებდა ნარკომანიის წინააღმდეგ, ხმალაღებული იბრძოლებდა სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ. რას აკეთებს, რომელი ერთთან მიმართებაში გინახიათ თქვენ ამათი პოზიციები? გინახიათ სადმე ამათი მიზანი არის ჩვეულებრივი ეკაი სიტყვა, შესაძლოა კოაბიტაცია რა. თანაცხოვრება ხელისუფლებასთან ქართველი ერის ხარჯზე, კოლაბორაცია. всё, კოლაბორაციონისტები არიან ეგენი. რომელი მღვდლები არიან ესენი? გაუნათლებელი უინტელექტო ადამიანები, რომლებაც რეალობაში არ იციან ის საქმე, რის გულისთვისაც ანაფორა აწვიათ. ჩვეულებრივ დავით აღმაშენებელი ამა თრუის ურბნისის დროს კუსლებს დააჭრიდა. ისე გაყრიდა ეკლესიიდან და უამრავი მათგანი იმ წმინდა მეფეს, რომლის ხარჯზეც ილოცება ერი, თუ ილოცება არ ამგონია რა, უმრავლესობა ამას აკეთებდეს, მაგრამ მაინც რომლის აშენებულ გელათსაც ანგრევს ეს ხელისუფლება და პოზიცია არ აქვს საპატრიარქოს სათანადო, აი ესეთ ადამიანებს ქვეყნის ღალატის გულისთვის პირდაპირ სარზე ახევდა ტრაგით. და ეს სარი გაუდიოდათ პირში და ისე ალპობდა თავარ მოედანზე დასანახად. აი ესეთი ბრუტალური იყო ის წმინდა მეფე, რომელმაც საქართველოში დააყენა ძლიერი ხანა და მერე იყო ოქროს ხანა. სხვანაირი დისციპლინით ქვეყანაში წესრიგი არ მოდის. სხვანაირი დისციპლინით ქვეყანაში არ ვითარდება რეალური ძლიერი და გამართული სახელმწიფო. ეს არის, აბა სადახართ რა, რომელი იტყვის რომ თქვენი ვარ, რომელი იტყვის მაგას. რომელიც ის არის მონადარი ქცეული ამ კეკელიასი, რომ ამ საპატრიარქოსი კერტაყვანისმცემლებდა ხართ, ჩვეულებრივ კერტაყვანისმცემლებათა ხართ გადაქცეულები. და იმ საპატრიარქოში კიდე რაუბედურება ხდება ციანიდი ჩიკები, ციანიდის კლანი, რომელიც მუშაობს ერის წინააღმდეგ. ისინი კიდე რა საქმეს ჩადიან ეშმაკმაიცის. ეხლა ჩვეულებრივ, როცა ესენი საქართველოს ფართო მასებთან ამათი პროპაგანდონური ტელევიზიები ტლიკინებენ, ვითომ რომ გული შეტკივათ ნარკოდანაშაულზე და ნარკომანებზე, მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის გადანაწილება. ცდელობა იმისი, რომ გაიხლიჩოს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და ზუსტად ამ ფონზე არის წამოსული აი ეს პეტრე ბრჭყალებში კოლხი ეტყობა ფსევდონიმად თვითონ დაირღვა. და მარტინ ლუთერ კინგივით იმაშება, რა ქვია, პროტესტანტულ იდეებს წარმოშვებს, რომ აი ქრისტეს სახელით, რომ სხვათა შორის გულახდილად გეტყვით რა, რასაც ამბობს 10% სიმართლეა, რომ ესენი ჩათლახები, მაიმუნები, ვაჭრები, ეს მართალს ამბობს, მაგრამ იმის უკან რაც მას ამოძრავებს, ეს არის გახრწნილება. ეს არის უბედურება და დეფინიტორი არ აყავს. გამსაზღვრელი არ აყავს საზოგადოებას. ამდენ ერში კაცი არ გამოვიდა თეოლოგი რო თქვას, რომ ეს მიუღებელია სასულიერო პირისთვის. ეს მიუღებელია, თუ სიმართლის თქმა ვინოხედი ილაპარაკე. ხო და აი ამას ცდილობს ეს პეტრე კოლხი. ამას ცდილობს ბრჭყალებში ვიღაცა კოლხი, კარგად არის ნათქვამი რა. მითხარი ვინა შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ ქართული ანდაზაა სხვათა შორის რა. ეს არის რეალობა. ხო და ეს პეტრე კოლხი ჩვეულებრივ ცდილობს სხვა რეალობიდან მოახდინოს დააბგონება ამათ პოპულიზმზე სამთავრობო არხებიდან. იმას ყავს აგერ მეგობარი იაფარულავა, ნაციონალური მოძრაობა და ეს პატარა ოპოზიციური ელემენტები და პატარა ხანში იტყვიან, რომ საქართველოში სიმცდარეა, რომ სიყვარულის დღეს არ აღუნიშნავთ და მოდი ვალენტინობა როგორც მართლმადიდებლური დღესასწაულის შემოვეოთ. მე კიდე ერთხელ ვიტყვი, მე ვცხოვრობ კათოლიკურ სამყაროში, მე მყავს ძალიან ბევრი კათოლიკე მეგობარი, მე ვაფასებ ყველას რწმენას და ყველას რელიგიას, ეს არის დიდი სიცრუე, რომ ევროპაში ქრისტიანობა არ ფასობს. მე რო გავდივარ 7 ჯვარი მხვდება მარტო ჩემო ბანში დარჭობილი და ვისაც არ მოსწონს ცივი წყალი დალიოს.
უმრავლესი მოსახლეობა კათოლიკია, აფასებს თავის რელიგიას და თავის დღესასწაულებს. კვირა დღეს და შაბათ დღეს, როდესაც არის მათი დღესასწაულები და მესა ადამიანს ვერ ნახავთ გასულს და ვერ ნახავთ თქვენ ჩაგდებულ დღესასწაულს, სადაც ორღანი არ უკრავდეს. როგორ შეიძლება მე ვიღაცის რწმენა არ დავაფასო, თუ გინდა ეს კათოლიკური იყოს, თუ გინდა მუსულმანური იყოს. მე ამაზე ლაპარაკი არ ამაქვს. მე მაგ იმაზე ლაპარაკი, თუ როგორ ხდება საქართველოში ძირძველი რელიგიის მოსპობა. როგორ ხდება გადალესვა ჩვენი ტრადიციების და რა მიმართულებით მიდის ეს ყველაფერი ურთიერთბრძოლების გამო. წარმოუდგენელია ნებისმიერი საზოგადოება განვითარდეს და წინ წავიდეს, როდესაც შიგნით სკდება საზოგადოების შიგნით დინამიტი და თავზე ამღები პასუხისმგებლობის არავინ არ არის. გამზიარებელია, რომ იმიტომ შიშია საზოგადოებაში და სიყალბის მიმართ მიდრეკილება არის. ეს არის სიმართლე, მწარე სიმართლეა ეს. ეხლა ბევრს თქვენ შეიძლება არ მოგწონთ ეს რეალობა, მაგრამ ეს ფაქტია. რითი არის დაკავებული ის ეგრეთ წოდებული პროპაგანდონები. ვიღაცა ეს პედერასტი ანრი ჯოხაძე, ეს დედამოწყნული ის არა ქვია. ჩვეულებრივ ნარკორეალიზატორი, ნარკომომხმარებელი, რაღაცა ნინი ბადურაშვილი, რომელსაც სააკაშვილის დროსაც ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ ტრაქში ჰქონდა ბებიამისთან ერთად თავი, დღეს გამხდარი ეგერ ქართული ოცნების მათ რა ქვია, მოთამაშეთ ჩვეულებრივ გამოდის აგერ და თეატრებს დგამს და მე ეს ადამიანებს ჩვენ ნახულობთ ქართული ერის და ხალხის ბიუჯეტზე ზოგს წასულს ბერლინალეზე რაღაცა დაჯილდოებას რატო უნდა იყოს თქვა აი გულა პატარა მაგალითს გეტყვით ისეთ მსოფლიო მნიშვნელობის კინოფესტივალზე როგორც არის თქვა ბერლინალე ხო რა უნდა ნინი ბადურაშვილს იქ რა რომელიმე ფილმში ითამაშა წარდგენილია ეს ფილმი სახელმწიფო ხარჯით რა უნდა იქ ამ ჩათლახს რომ ფატრო საქართველოს ბიუჯეტი მაგრამ უფასებს ხელისუფლება აუ ნინი ხო უნდა იყოს ცვეთში ტრაგი რო წამოიხადოს და დავინახოთ რომ ნინი იქ დგას აუ ნინი მაგარი გოგოა ბერლინალეზე იყო კოკი ფერაზისთან ერთად გაიჩითა და აი ამ დონეზეა ჩვენი ერის ინტელექტუალური მონაცემები დასული ნამდვილად არა მაქვს იმის დრო ამათ 24 საათი უთხრა დედისტრაგი აქედან ამ საშუალებით, მაგრამ აი რო უყურებ საით მიდის ჩემი ერი და ჩემი ხალხი და კაციშვილი ხმას რო არ იღებს რა ამ მოწამული ტელევიზიების გარდა ერთმანეთს რო ებრძვიან რუსთავი 2 იმედს მთავარი არხი იმედს და რუსთავი 2-ს იმედი კიდე 2-ვეს და ასე შემდეგ რა ვითომ რო ვიღაცის ის აწუხებთ რა ქვია უბედურება და ვითომ რო ვიღაცის გაჭირვება აწუხებთ და სინამდვილეში ეგენ დაინტერესებულები არიან მარტო იმითი როგორ ჩაძირონ ჩვენი ერი და ჩვენი საზოგადოება. ესაა გულსატკეპი, ესაა ყველანაირად მიუღებელი. სადახართ, რატო არ გამოდიხართ თქვენ? რატო არ აიღებთ თქვენ ჯარს და რატო არ იბრძვით, თქვათ, ბერი თევდორეს გზით რატო არ მიდიხართ? ვინ დაგიშალათ, ბიჭო, თქვენ ეგრეთ წოდებულ მოძღვრებს თავგანწირვა საკუთარი ერისა და საკუთარი ქვეყნის მიმართ. დაგიშალათ თქვენ ეს ვინმე? ეგა თქვენი სიყალბის მთავარი თემა თქვენ საკუთარ თავებს გადასცემთ ანა თემაზე თქვენი საქციელით და არის თქვენნაირი ადამიანების თქვენნაირი ბჭყალებში სასულიერო პირების სასჯელი ბიბლიაში გაწერილი რა გეკუთვნით თქვენ დოლაბის ქვები გეკუთვნით ბიძია და დოლაბის ქვებით უნდა იღრბილოთ თქვენ გული მერევა ისეთ რაღაცეებს უსმენ არ ლაპარაკობდეს მაინც გამოდის და ეს კეკელია ამბობს მეო იქ რომ მივედიო ბასიანთანო ხელისუფლებიდან გამაგებიეს რომ აქ შეიძლება პროვოკაცია იყოს ბიჭო სასულიერო პირი ხარ საკუთარი თავი ანდონეზე მაინც არ უნდა გას ხელისუფლებასთან ასე იყო კავშირი ქრისტე ვინ გაღიდა ქრისტე გაყიდა იმდროინდელმა მღვდელმთავრებმა კაიაფასნაირმა ტიპებმა გაყიდა კაიაფასნაირი ეკლესია გაქვთ თქვენ და ჯვარსაცვა მერე ვინ პილატე პონტოველმა იმიტომ რომ მოთხოვნა იყო მღვდელმთავრების რომ ჯვარზე უნდა გაკრულიყო ქრისტე ხელები დაიბანა ბოლოს რა ვიცი მე ხელები დამიბანია მე ამ კაცის დანაშაულში ვერ უყურებ ცოტას მაგრამ რადგან თქვენ ითხოვთო ადგა იმანას და ითამაშა იმ პოლიტიკურ მოცემულობაზე და ხალხის ინტერესზე იმას აინტერესებდა ხალხის მასა რას იზამდა და იტყოდა თუ რა კაცის სიცოცხლე რომის სამართალი ხა მსოფლიოში ცნობილია რა როგორია
ერთია მე სამართლებრივად რა მინდა, მეორეა რა უნდა ჩემ პოლიტიკურ ინტერესებს. საეკლესიო სამართალი როგორც ასეთი მცნება არსებობს, ამას გადაკითხვა უნდა და ამას მიწოდება უნდა საზოგადოება უნდა, მაგრამ ამ სახელმწიფოში, ვითომ ქვეყანაში არც საეკლესიო სამართალი არ მუშაობს, არც საერო სამართალი არ მუშაობს, არც საზოგადოებრივი სამართალი არ არსებობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თუნდა ასეთ ხალხს სასამართლო? ამ არსებობს წესიერ ქვეყნებში საზოგადოებრივი სასამართლო. ყველანაირი სასჯელის გარეშე ისე გაგასამართლებენ, ისე გაგანადგურებენ შენი ანტისაზოგადოებრივი ქმედებების გულისთვის. ისე მოგსპობენ, რომ მეორე დღეს ქუჩაში გამოსვლის შეგწყვება. ძლიერ საზოგადოებაში, სადაც მისდემენ მორალს, ღირსებას, იქ მარტო ფული ყველაფერს ვერ წყვეტს, საერთოდ არაფერს არ წყვეტს ფული. და ასეთ ადამიანებს, რომლებიც შერისხულები არიან საკუთარ ერში და მიუღებლები არიან, საკუთარ ქვეყანაში არ დაედგომებათ. იმიტომ კი არა, რომ შეიძლება ვინმეს ეშინოდეთ. ან არსებობას ან სიცოცხლეს ამ ხალხისას საშიშროება ჰქონდეთ. არა, სოციალური პლატფორმა მათი არსებობისა და ცხოვრებისა, ნორმალური ცხოვრებისა, რომელიც მათ მისცემს ავტორიზაციას ერში იარსებონ როგორც ჩვეულებრივმა ადამიანებმა მათ მოსმობილი აქვს შანსი. და ამიტომ ასეთი ხალხი ითესებიან ქვეყნიდან და მიდიან. ის 2,800,000 კაცი კი არ უნდა იყოს გაქცეული ქვეყნიდან. ჩვენი სახით თქვენაირ ტიპები უნდა გარბოდნენ ქვეყნიდან, ჩვენ რო ვარგოდეთ და ვიყოთ იმ ადგილზე ჩვენ ერი და ხალხი. და ვიღაცას გული დაწყდება აქ შენ რომელი ერი და ხალხი ხარ და აი მე არა ვარ ერი და ხალხი, მაგრამ ესენი ეკლესია არიან. ესენი ეკლესია არიან, საკუთარ თავს რო ეკლესიად მიიჩნევენ და ეკლესიას რო უძახიან საკუთარ თავს 1-2 ყანდური მილიონიანი ქონების მქონე ყანდურები, რომლებიც ხარიბაშვილის ცოლს უფორმებენ მედიატორებად იქ მიწებს, ზოგი იქ ჩართულია ბიზნესში, აგერ პრესამსახურის უფროსობა აპრიორი ნიშნავს იმას, რომ საპატრიარქოს ქონება გადაუფორმოს შენ შვილს. რაღაცა შოპოს უბუნა გაწოდებულ სოროს, ბუნა გიქვია. საპატრიარქოს პრესამსახურის უფროსის ჯაღმაიძის შვილის ორგანიზაცია შოპოს ქვია ბუნაგი, რომელზეც გადაფორმებულია ქართველი ერის ქონება, რომელიც მან საპატრიარქოს ამდო. და რატო უნდა იყოს ჩემთვის ეს ნორმალური ფაქტი? ეს ადახართ, გამოაგდებენ ვიღაცა აი ცხოვრებაში თავი რო არ გამოუყვია რა, 1000 გამოსწირებულს, ადრე ბოზები ჩაფეხები პედერასტები ყავდათ, ბლოგერებად. და ეხლა შეუცვლიათ ცოტა ვითარება და ვახტანგ გორგასლის ძეგლის ქვებიდან წერენ ლაივებს. და ფინანსდება ეს ყველაფერი საპატრიარქოს ფულით, გაზიარებები, საზოგადოებრივი გავლენაზე მუშაობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. რატო უნდა იყოს ჩემთვის ეს ნორმალური და მე აქ უნდა დავდგე და ყველა დედამოწყონს უნდა უპასუხო, რასაც ვფიქრობ, იმის აპასუხოთ, რასაც სიტყვით. მეტი საქმე არა მაქვს. მეტი საქმე არა, მე მაქვს თქვენგან განსხვავებით. საქმე ყანდურებთან. აი თუთაშხი ამ რო დაფლა ეს რადიკალურად ატმიკურკი და ჭელმიკურკი ტოლის გულისთვის ისე ხარ თქვენ ჩასაფლავე მიწაში. მიწაში კი არა ჭურში თუ სადაც გინდა, ისიც სიმბოლურია, ესე ჭურში რო დამარხა ესე ნაბიჭურები. თებერსო ჭურში ამყოფებთ რა, არქიპოსეთურის მეთოდით. ესია რა, უმრავლესობას უყვარს ლიტერატურული ნაწარმოებებიდან სიმართლის აღება, ან მერე Facebook-ზე სერიალების გაზიარება თუთაშხი ამ რა თქო, იგიც აღარ უყვართ. იმ დონეზე დაიქცა საქართველოში ქართული ყველაფერი, მარტო ამათ რა გონიათ, იცი, ვიღაცა მერაბ ჭიქაშვილი რო რაღაცა ბრძოლას მოიგებს, ეს გონიათ მარტო ქართული საქციელი რა. ამერიკაში წასული კი ღმერთმა გაუმართოს ყველა სპორტსმენს. გამიხარდება, მარტო გამიხარდება. არა, ეს არ არის ქართველობა მარტო რა. ქართველობა სხვა რაღაცა, აბსოლუტურად სხვა რაღაცა არის. და არა ვიღაცის ფიზიკური შედეგების მოტანა. ბევრად ძლიერი სპორტსმენები მეგულება, რომლებსაც მაგაძე ღირსეულა დაუწევია საქართველოს დროშა, მაგრამ პრობლემას რაში ვხედავ, იცით? გითხრათ რაში ვხედავ? აგერ რამოდღენიმე დღის წინ კახეთში რომ დაკრძალეს მსოფლიო ჩემპიონი. ღირსეული კაცი, რომელიც გაკულაკებული იყო ჯერ ნაცების, მერე ქოცების და რა ვიცი, ვის მიერ აღარ. თან ეს კაცი პარლამენტარი იყო. პარლამენტარი.
მე არ ვიტყვი მის გვარს, აი თქვენს ინდისში ჩაიხედეთ რა. ბეჭ დაუგებელი ფალავანი წლების მანძილზე. და დაბერებული უკვე მიტოვებული ყველასგან და ხელგაკრული. არავის სურვილი არ გაუჩნდა, რომ არავის ახალგაზრდას, არავის ტიტულოვანს, არავის მწვერვალზე ასულს არ გაუჩნდა სურვილი ეთქვა, რომ აი ეს ასე არ უნდა ხდებოდეს ჩვენ ერში. ეს ასე არ შეიძლება მოხდეს ჩვენ ერში. ეს ასე მიუღებელია. თედიაშვილზე ვლაპარაკობ, არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვთქვი რა, ნათელში იყოს მისი სული. და მინდა რომ ყველას მიუსამძიმრო ეს ყველა ესე ტრაგედია ჩვენ. მაგრამ ვინც თქვენ დუმილს იკავებდით, ხო? ვინც თქვენ დუმილს იკავებდით მის უბედურებაზე. თქვენ აი სპორტსმენებო, ჩემპიონებო და რა, ეს ესეთი ბედი, ესეთი სიკვდილი, ესეთი გარდაცვალება და ესეთი უყურადღებობა. ეს არის თქვენი ხვალინდელი დღე. თქვენი ხვალინდელი დღე, იმიტომ თქვენ დომდით. თქვენ ვითომ ძლიერ ადამიანებო, თქვენ სამოქალაქო პოზიციები არ გქონდათ. და თქვენ სხვა რაღაცით იყავით დაკავებული. და ტრიუმფის სხვა რაღაცა გითხრიდათ ძირს. სახელმწიფოში საზოგადოების განადგურება იწყება მაშინ, როდესაც საზოგადოებაში არ არსებობს თანადგომა. არც ერთ შრეში და არც ერთ ეშელონში. მე მიჩევს ამ ყველაფერზე ლაპარაკი, ეს ჩემთვის არ არის მარტივ ვიღაცას თუ გონია აქ მე ხელით მივაჭირე და ეს ვიდეო ჩავრთი არა. ამ ყველაფერს მე წინასწარ ვიაზრებ, რა თქმა უნდა, მე ეს გოითესავით სტროფებად კი არ მომდის ექსპრომტად რაღაცა შევთხსა. ესა ჩემი ერის თანამედროვეობის უმძიმესი ისტორია. ჯაჭვლიანი როგორ მოკვდა? ეგ კაცი რა არ იყო მითი დაფასების ღირსი? ჯაჭვლიანის მდგომარეობა. იქნება ბევრ მარციცით ვინა ჯაჭვლიანი, სოსო ჯაჭვლიანზე მაქვს ლაპარაკი. უახლეს ისტორიაში დარჩა ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყენებულ და გაგდებულ ელემენტად. რა არიცით როგორ იყო? რა ჯაჭვლიანი არ შეესახა, არ შეეჯახა უსამართლობას და როცა ესეთი უბედურება ხდება ქვეყანაში, სად არის ეს ეგრეთ წოდებული მამაოები? რატო არ გამოდიან და რატომ არ ლაპარაკობენ ამ მორალური ინსტიტუტის მიზანმიმართულ დაანგრევას? აბა შეეხოს მაგათ ყანდურულ ბიზნესს ვიღაცა, ვიღაცას რაღაცა იქ არ მოეწევს საყანდურეთში. თუ არ შეცვლიან თავის ტონს და თავის ქმედებებს და თავის მიმართულებას. ესე არ არის რა, არსებობს სხვა განზომილება სახელმწიფოს და საზოგადოების მშენებლობის. და როცა კვდება მორალი, ეს ნიშნავს რომ ინგრევა საძირკველი და როცა ინგრევა საძირკველი ვერც ერთი ჭერი რა ლამაზადაც გაკეთებული უნდა იყოს, ხო? ნებისმიერი შენობის, ნებისმიერი ნაგებობის ჭერი ვერ დარჩება ხელშეუხებელი და ამაყი, როცა მისი საძირკველი ინგრევა. იმიტომ ის ძირს ვარდება და ემხობა. აი ესეა. ჩვენ შემთხვევაში ეს ჭერი დიდი ხანია ჩაინგრა. ჩვენ ვართ უსაძირკვლო ერი, უსაძირკვლო ადამიანები ვართ ჩვენ. ჩვენ გადავიკეცით თვალთმაქ სიყალბეზე აღგებულ ერად. უпростоრად ხალხად ჩვენ ერი აღარა ვართ უკვე, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ, ჩვენ არ შეგვრჩა იმის ძალა საკუთარი ინტერესები დავიცოთ ჩვენივე ქვეყნის ჩვენივე საზოგადოებაში. აქ იმედის ტელევიზიით და იმას დამიწყებს მორალს მასწავლის, რომ ნარკოტიკი ცუდია და ეს ხელისუფლების ბოზი ვოლსკი გათახსირებული ნარკომანი იქ როც ვითომ არ იცის, რომ ეს ასეა. წადი და ეგ დრაკონს თავში დაარტყი რა, კუძე ეფერები, მაგის დედავადი. რა, მე პირადად გეტყვით, კაცო, ჩვეულებრივ თქვენ შეიძლება არ იცით, ასეა, ისეა, ხურციძე იყო ესეთი გვარის ადამიანი რა, რომელიც ახალაიების დროს და იმის დროს ჩვენ ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ზონდერი იყო და ხელმძღვანელობდა თავდაცვის სამინისტროს გენერალური
შტაბის J1 დეპარტამენტის და კადრების სამსახური. 50% წილის მფლობელია ინბასიანის. რა კავშირი სად თავდაცვის სამინისტრო და სად ბასიანი? გეკითხებით მე თქვენ შეგიძლიათ ამ ყველაფერს მოუპოვოთ ლოგიკური ახსნა, ამას ლოგიკური ახსნა არ აქვს. არა აქვს ამას ლოგიკური, ეს არის ერთადერთი კუდი, ეს სახელმწიფო. ბასიანი არის დღესდღევანდელი სახელმწიფო. რა მნიშვნელობა აქვს ხა ვინ ოპოზიციაში იყო, ვინ იქ იყო, ვინ აქ იყო. ლაპარაკი მაგ თავდაცვის სამინისტროს საკადრო დეპარტამენტის უფროსი, რომელიც უნდა იყოს კონტრდაზვერვის მიერ შესწავლილი როგორც პიროვნება, ეს არის ძალიან სერიოზული თანამდებობა. პირადი შემადგენლობა თავდაცვის სამინისტროში, რომელიც არის გასაიდუმლოებული შტატით დანიშნული სნაიპერები, გამნაღმელები, უამრავი პროფესიის ადამიანები, რომელიც საზოგადოების არ უნდა იყოს ცნობილი. ამ კაცის ხელში გადიოდა ყველაფერი. და ესეთი ადამიანი 50 წელს ფლობს იმ ჯოჯოხეთის კლუბში, სადაც ჩვეულებრივ ხდება ნარკოტიკით ვაჭრობა და რეალიზაცია და ეს არის შალვა კეკელია მიუბანი ევროთ. ან არის ის მეტრაკე ნოემან, ანრი ჯოხაძე მარიცის, ან ბარიგა ბადურაშვილი, არის ის რა ხდება სინამდვილეში. როგორ არის ის, ყველაფერი იცის, მაგრამ მიმდინარეობს ახალი სიბრმავის სათვალის მორგება საზოგადოებაზე. 19 წლის გოგო გარდაიცვალა და თურმე ეს ტირილს ვერ იკავებდა, ეს თვალთმაქცი. ტირილს თუ ვერ იკავებ, შენი ერის ბედი თუ გაწუხებს, ხო? ადა კიბიძია და იმ თავრობის სასახლეში შევარდი. მე რა თუ დაგიჭერენ, მე რა თუ დევნილი იქნები, მე კაია თუ დევნილი იქნები ქრისტიანული რელიგიის მიხედვით ნეტარ არიან ისინი რომელიც ძიდებნებიან სიმართლისათვის. მე რამდენი რამის გამო იქნები ნეტარი, შენ თუ ნამდვილად სასული ევროპელი ხარ და იბრძვი შენი რელიგიის და ინტერესების გულისთვის, მაგრამ თქვენ რელიგია და სარწმუნოება და ქრისტიანული სული და ქრისტიანული გული გადააქციეთ სავაჭრო ცენტრად. ყანდურებო, წმინდანების ძვლები, ჩვეულებრივ ვაჭრობთ, ეგაა თქვენი პირადი ბიზნესი. ჩვეულებრივ ვაჭრობთ, მე რა ვიცი ხა ვინც მიყურებს, მე ყველაფერს ხო ვერ გავიმეორებ რა. გადავიდეს ამ ბლოგის თავში და მოусმინოს იმ ფაქტებს, რაზეც მე ვლაპარაკობ. რომელი მათგანი გაბედავს, ხო დემოკრატია, ხო თავისუფლება. მითხრას, აი ჩვენ არ ვიღებთ შენ აზრებს და იცი რა, ახლა ამიტომ ჩაგერთვებით ჩემ პირად ეთერში და მოდი ვილაპარაკოთ, რომ ეს მასია არ არის, როგორ არის ასია. როგორ არის ხელისუფლების არის ის ბასიანი და იმაზე მეტი სერიოზული სარეალიზაციო ცენტრები აქვთ ხელისუფლებას ნარკოტიკისთვის. მე ვიცი ეს ყველაფერი, საიდან ვიცი, ახლა არა ვარ შემთხვევითი ადამიანი და მეტო ვიცი. სავაჭრო ცენტრები აქვთ, ლავკები აქვთ, ჩეკებსაც თვითონ აფინანსებენ და იძახიან აქ თურმე ეს ყოფილა მთავარი რამდენი სახის ნარკოტიკი არსებობს. აი ეს დედამოწმული ვიღაცა ნოე, რომელიც პროპაგანდირებას უკეთებს ქართულ ოცნებას და მის ინტერესებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებაში აი ესეთ აზრს თესავს რამდენი სახის ნარკოტიკი არის. რაც ჩემ კლეში მაინტერესებს, რამდენი სახის ნარკოტიკი არსებობს. შედედამოწმულო. აგერ ვეუბნები იმ მე ვიცი რომ ყველა ნარკოტიკს აქვს ერთი მიმართულება. გამოიყვანოს ადამიანის ფსიქოსოციალური მდგომარეობა წყობიდან და გაანადგუროს და გახადოს ის დამოკიდებული. საკმარისია სრულიად იმისთვის, რომ იყოს ეს ფაქტი მისაღები. ვიღაცისთვის, ვისთვის არის ეს ფაქტი მისაღები? იმისთვის, ვინც დუმის ინარჩუნებდა მთელი ამ წლების განმავლობაში საპატრიარქოში მაგათვისაც და ხელისუფლებაში ყოფი ტიპებისთვისაც, რომლებმაც ისე გათავხედნენ, რომ კანონ პროექტად უნდათ შეეტანათ, რომ რა კარგია ქვეყანაში ნარკოტიკი და ხომ არ დაგვეშვა პლანის კულტივაცია. არ არის ეს დიდი ხნის წარსული. მე ვიღავი ზუსტად იმ ხალხის რიგებში, მაშინ როცა ხელისუფლებამ ეს ვერ მოახდინა. მე ვიყავ მე ჩემი თვალით ვნახე ეს ყველაფერი რა. და დღესაც გეუბნებით თქვენ, ეს ხალხი არსად არ წასულა. ეს ხალხი დგას დღეს, უკეთებს შესწავლას საზოგადოების იმ მასებს, რომლისთვისაც ეს სიცოცხლის ფასად მიუღებელია.
და უახლოეს 5 წელიწადში ამ ხალხს საერთოდ განეიტრალებენ და მიაწევენ იმ 2.800.000 ქართველს, რომლებიც უკვე გაყარეს სახელმწიფოდან. და რომ ამას მიაღწევენ, მერე მათთვის უკვე ყველაფერი იქნება ნებადართული საქართველოს სახელით. რა პრობლემა მათთვის მერე არანაირი პრობლემა არ იქნება არაფერი. და აი აქ თქვენ სკეპტიკოსებმა, რომლებიც აქ გამოდიხართ და ყვირი ხართ და წევი ხართ და ხართ ერთთან ბავში, რომ მამაშალვას რატო ეხებით და იმაშვებით, გეკითხებით თქვენ რა. დაუსვით ერთი მაგ ტიპს შეკითხვა რა, მორწმუნეს. რატომ არც ერთხელ არ დაუსვა იმ მრავალცოლიან ნოეს ეს შეკითხვა პედერასტებზე რა აზრისაა? რატომ არ დაუსვა იმ ეთერში სადაც ის უმაკვდინებელ ცოდვაზე რა აზრისაა? ან იმ ანრიჯოხაძეს, იმ მეტრაკეს, რატო არ შეეკითხა ეს ყველაფერი? ან იმ ნინი ბადურაშვილის ნარკობარიგას. ვერ დაუსვამს, იმიტომ რომ მაგის თავისუფლება არ მდგომარეობს იმაში, რომ დასვას ისეთი შეკითხვები, რასაც პასუხს ვერ გასცემს, ვერც ერთი მათგანი და თუ გასცემს ისეც, რომელიც ეკლესიასთან მოვა და ეკლესიის მორალთან მოვა, რა თქმა უნდა, ანტაგონიზმში, ხო? ამაზე უხერხულ სიტუაციას წარმოქმნის და თავადაც ვერ იქნება მოპასუხე და ვერ იქნება რეზისტენტული ძალა. ეს არის მთელი უბედურება და თვალთმაქცობა. მე ასე თვალთმაქცობის გადაცემებზე ნამდვილად გითხრათ არ უყურებ რა. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი საქართველოში ვინ ახდენს ნარკოტიკის დიფუზიას. ესა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცრები. და ყველა ბარიგა აბსოლუტურად არის შეკრული, მე ხო არ ვამბობ 50% 60%, ყველა აბსოლუტურად ყველა ბარიგა, ვინც წამლის რეალიზაციაშია ჩართული, არის ხელმოწერილი თანამშრომელი საქართველოს უშიშროების სამინისტროსი. ეს არის რეალობა, მწარე რეალობა. არ შეხვიდეთ შეცდომაში. ამ ხალხს და ამ ადამიანებს არ ამოძრავებთ კეთილი ინტერესები ქართველი ერის გადასარჩენად. არ ამოძრავებს. აგერ ახლა ბატონი წერს რა, ბატონ თორნიკეს უპასუხებ. ქავთარაძეს. სახელმწიფო არ გვაქვს დავით ბატონო. ყველაფერ ეროვნულს კლავენ. ვეთანხმები. და ამ ყველაფერი ეროვნულის მოკვლაში ჩართული იყო თავიდანვე საპატრიარქო. საპატრიარქო აძლევდა ანტიეროვნულ ძალებს ლეგიტიმაციას, როგორც იყო კიტოვანი, როგორც იყო ჯაბაიოსელიანი, როგორც იყო შევარდნაძე და საბოლოო ჯამში ამ ანტიეროვნულმა და უღმერთო ხალხმა დღევანდელი მდგომარეობით მოგვიყვანეს აქამდე. და მე რო გამოვალ აქედან და ვიტყვი კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მიუღებელია ჩემთვის ეს კეკელიები ამათი კოლაბორაციონისტული დაჯგუფება და ვიტყვი იმას რომ ამან აგერ შევარდნაძის მაზიარებელი ბჭყალებში მამაოა და აქედან დამიწყებენ გინებას კაცი იმიტომ აგინებ რომ შევარდნაძე აზიარა და ასე შემდეგ. არა, მაგიტო არ ლანძღავ და მაგიტო არ ვაკრიტიკებ. მე იმიტომ არის ჩემთვის ეს მიუღებელი რომ იმ შევარდნაძეზე უარესი ეშმაკები არიან ესენი. ერთი არ გამოსულა საპატრიარქო და სინანული არ გამოუთქვია ქვეყანაში ზვიად გამსახურდიას რეჟიმის დამხობაზე. რეჟიმის არა, როგორც ხელისუფლების დამხობაზე უკაცრავად რა, ბოდიშვილი. ერთი არ გამოსულა და არ უთქვია არასოდეს აგერ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, რაც გავხდით დამოუკიდებელი ეს 30 წელიწადი ხო? არ გამოუთქვია არანაირი სინანული, რომ ქართველი ერის ლეგიტიმური არჩევანი ასე იქნა ძალისმიერად დამხობილი. და არ იტყვის რატო ვიცი, თანამონაწილეა ამ დამხობის. პუტჩის ჩვეულებრივი გამправებელია. და რატო უნდა გვიკვირდეს ახლა ჩვენ ანაფორაში გადაცმული ჩვეულებრივ გველები თუ საზოგადოებას წამლავენ თავიანთი უშიშროების მეთოდებით, ბილწი გახრწნილი მეთოდებით. რა ამ ხალხს ღმერთთან საერთო? არაფერი ამ ხალხს ღმერთთან საერთო არ აქვს.
ეშმაკთან შეიძლება ბევრი კონდეთ საერთო, მაგრამ ღმერთთან არაფერი საერთო არ აქვს თამათ. ეხლა რა არის, იცი? ამათ ბატალიებს რო უყურებ, აგერ ის პეტრე უძახის ამ მამაშალვას რაღაცას ბჭყალებში მამას, მერე ეს მამაშალვა რაღაცა ისეთ განცხადებებს აკეთებს. მერე ის პეტრე უბნება რომ აბა ეპისკოპოსმა ცოლი რომ მოიყვანა რატო არ მიულოცე? როგორ კაცო? ესეთი რაღაცა, ნუ ახლა არ ხო არსებობს. ჩვეულებრივ წესი სასულიერო პირებში. კონკორდატზე არ აქვს ლაპარაკი. ისეთმა პირმა, რომელიც არის ეპისკოპოსი, როგორც მას არა აქვს იმის უფლება, რომ იყოს მდიდარი და უქონლობის პირობა აქვს უფალთან დამდადებული, ისე აქვს უპირობების პირობა დადებული. და რომ წარმოუდგენელია ასეთ ადამიანს ცოლი ყავდეს და ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობდეს კაცო. და საპატრიარქო დუმს. და ეს კიდე მღვდლის სტატუსში დადის. რა ვიფიქრო მე ჩვეულებრივ ადამიანმა? რა ვიფიქრო და ეს კეკელია გამოდის და იქ ბასიანთან თვითონ ნარკოტიკების გამო იბრძვის. და ესეთი შეკითხვები საზოგადოებაში ღიად რჩება, როდესაც ეს ადამიანები მიზანმიმართულად გვერდს უვლიან ამ ყველაფერს. ეს არის ღალატი სარწმუნოების. და ერის რა თქმა უნდა იმასთან ერთად თორე ცალკე მშრალად აღებული სარწმუნოება ერის გარეშე ჩვეულებრივ გარდაცვლილია. თუ მას არ აყავს მომხსენიებელი, აღმსარებელი არ აყავს, მიმდევარი არ აყავს. და როდესაც ასეთ რაღაცებს გეუბნებით მე თქვენ, როდესაც ასეთ რაღაცებს დინამიტებად დებენ ჩვენ ერში, ხო? ძალიან რთულია ამას დადგე და ნებისმიერი დისტანციიდან უყურო. ჩვეულებრივ აუღელვებლად. ამაზე ვილაპარაკებ ხო? მე არ მეზარება ბრძოლა. არანაირი ფორმით არ მეზარება ბრძოლა და ვიღაცა შალვა კეკელიას, რომელსაც iPhone 15 აქვს თურმე, რომელიც 4000 ლარზე მეტი ღირს ხალხო საქართველოში ეს ნივთი. 4000 ლარზე მეტი ღირს ეს ნივთი. თუ ვინმეს რაღაცის დიფუზია უნდა სიმართლეს, ეგრე შეიძლება 200-300 ლარიანი ტელეფონითაც, ხო? არა, ფუფუნებისაგანი უნდა. როგორც 100,000-იანი ჯიპი უნდა, ისე 4000-იანი, 5000-იანი ტელეფონი უნდა ხელში. ეგ არის დაღუპვა, ეს აღარა რელიგია, ეს აღარა ღვთისმსახურება. ეს არის ღალატი. ეს ღალატი, ნაღალატები ხალხი ვართ, ჩვენ ნაღალატები ხალხი ვართ ქართველები. ჩვენ რო აი ესეთი მღვდლები არ გვყავდეს. კოლაბორაციაში მყოფი გაღრწნილი ჩამპალი ნაძირლები, რომლებიც ჩვეულებრივ ქმნიან პროპაგანდას, ესენი არიან პროპაგანდონები. ჩვენ ემიგრაციაში 2,800,000 არ ვიქნებოდით დემილად. ნებისმიერ ფლანგზე მე საქართველოში არაერთ ათეულობით და ასეულობით მიტინგის მონაწილე და დამგეგმი ვარ. მე ესენი არსად არ გინახია ერთად მდგარი ერთთან პირიქით. ერისგან სისხლ გამოღებულები, გამოუღებდნენ იმითი მაკვებარები, შეკეტილები კარიბჭეში, საპატრიარქო რო ქვია და დამალულები კუშჯაუშანში, რომ ჩვენს იქეთ არაფერი არ ხდება. როგორ არ ხდება? ამდენი ადამიანი, ამდენი დაავადებით რო ყვდება და სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს. როგორ არ ხდება? ამდენი ადამიანი რო ბანკის მსხვერპლი გახდა საქართველოში, როგორ არ ხდება? ამდენი ადამიანი აბორტს რო იკეთებს და მილიონ ბავშვზე მეტი ამკვდარი მარტო აბორტით. როგორ არაფერი არ ხდება? მიწებს რო კარგავს და ჰაგეოგრაფიულ ტერიტორიებს რო კარგავს საქართველოს, ზოგი აზერბაიჯანზე როა გადაცემული, ზოგი სომხეთზე როა გადაცემული, იქეთ ხუჯაბის მონასტერი, აქეთ დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი. როგორ არაფერი არ ხდება? თუ რაღაცის თქმა პროვოკაცია არის, მაშინ რა სტრატეგია გაქვთ იმისთვის, რომ ერმა იარსებოს? დღეს თუ ხუჯაბი დავკარგე, ხვალ თუ დავით გარეჯი დავკარგე, ზეგ თუ 2,800,000 ქართველი დავკარგე, მასზე როგორ ვიცხოვრო? რა მომავალი მაქვს მე ერს, როგორც ერს, გინდა სულიერი, გინდა ფიზიკური და გინდა მორალური. რა გზას მთავაზობ? მაშინ რა არის შენი ვალი?
მარტო ის რომ ვიღაცა ჩათლახებთან იქ გადაცემაში დაждდე და ილაპარაკო შენ თავზე როგორ ვერ იკავებს ცრემლებს შენ მანქანაში როგორც ვიღაცა წესუგებ სახლში და თქვენი მიყვანილი არ არის საზოგადოება ამ დონემდე ეკლესიის მაგივრად ნარკოტიკში რო ეძებს ხსნას თქვენი უსინდისობის გაუნათლებლობის დაბალი ინტელექტის თქვენი თვალთმაქცურის აქციელის ბრალი არ არის ეს? აბა რისი ბრალია? აბა ვისი ბრალია გიკითხები თქვენი? გინებად რომ მიიჩე? მე შეიძლება ცოდვე ბევრი მაქვს. კი, ვილანძღები, ვიგინები. მე ჩვეულებრივი კაცი ვარ, მე არა მაქვს პრეტენზია იმის იყოს ასულიერო პირი. მე ვაგებ ჩემი ცოდვების წინაშე გამო პასუხს ერთის წინაშე და თქვენ აგეთ თქვენ ღალატის გამო თქვენ რო ღმერთს ყიდით ქრისტეს რო ყიდით როგორ სახარებას არ გითხულო თქვენ ჩემისებო აი ქრისტე რო ხვდება დიდარს და დიალოგი რომ მიდის მაშინ დატოვე ყველაფერი ყველა მცნებას თუ ასრულებდა მოდი წამომყევიო და განერიდა დიდარი იმიტომ რომ საკუთარი სიმდიდარის დათმობა გაუჭირდა და მე პასუხი როგორი იყო უფლისა ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ რომ აქლემი უფრო იოლად შევა ნემსის ხუთში ვიდრე დიდარი შევა სასუფეველში ხო 60-ში აი ესეთები ხართ თქვენ. ოღონ просто ანაფორიანი ტიპები ხართ. ანაფორიანი ტიპები ხართ. და თქვენს შემხედვარი, ეხა როგორ არ უნდა მომინდეს, თქვათ, ნიკოლო მაკიაველის აზრის გათვალისწინება რო კითხეს 60-ში არ გინდა, რა მინდა 60-ში? მე რა მინდა 60-ში? ჯოჯოხეთს როგორ დავაკლებიო რომ ჩემი თვალით ვნახო მოსამართლეები და მეფეები იქ როგორ იკანჯებიან თქვენ არა ხართ მოსამართლეები დღეს საქართველოში თქვენ არა გაქვთ გავლენა სამართალზე და ხელისუფლებაზე თქვენ არა გაქვთ სურვილი იმისი რომ კარდინალური სისტემა შექმნათ თქვენ ამისთვის არ იბრძვით რა მოიტანა თქვენმა საეკლესიო მმართველობა გარდა იმისა, რომ ხურჯინებად აქციეთ ეკლესიები. ჩვენი ისტორიული რამე ისეთი შენარჩუნებული და დაბრუნებული იქნა? კი არა, გაკეთებული იქნა თქვენი მოღვაწეობის მანძილზე რამე? ან თქვათ იერუსალიმში, ხო? სადაც წმინდა მიწა. რამდენი საუკუნოვანი ისტორია აქვს ქართველებს. აი, ვეკითხები იმ შალიკოს იმას, ტელეზვეზდა დრო იქცა. და რამხელა ფესვები გვაქვს ჩვენ ებრაელებთან და რამხელა ეროვნული ისტორია გვაქვს მათთან. ურთიერთპარტივისცემის და სიყვარულის. როდესაც რომელიმე დიპლომატიურ პლატფორმაზე იქნა ეს კარგად და სწორად გაგებული, მიწოდებული და გამოყენებული იმისთვის, რომ ქართველმა კაცმა მისი ისტორიული სალოცავები დაიბრუნოს წმინდა მიწაზე. მე მეშლება რამე? ერთი სალოცავი არ აქვს ისტორიული დაბრუნებული წმინდა მიწაზე ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. აი ეს დავით გარეჯის და რა ის იმის დამბრუნებლები არიან, აქვეა სალოცავების წმინდა მიწაზე აგერ კარგავენ იმას დავით გარეჯის და ხუჯაბის მონასტერს. ეგენი ტელევარსკვლავები. სალანძღები კი არა ხარ, დედა გაქვთ საგინებლები და დასახრჩობი ხარ, თუთაშლიას არ იყოს ატმიკურგის და ჭერმიკურგის ტოლის არ გაყოფის გამო იმ ჭურებში. მაგრამ კაცი არ არის ამისი რო გააკეთოს, მე კი გახრჩობ და ყოველდღიურად, სადაც მიმიწუდება ხელი, მაგრამ ერთი კაცი ჭამაში დაძბრალია ულუანა თქვენი ისი არის ჩემი საქმე. არ მყოფნის მე მაგის ძალა რომ სათანადო პასუხი გაგცეთ თქვენ და თქვენ ეგრეთ წოდებულ მახინჯ ელემენტებს. ბევრი ხართ, ძალიან ბევრი ხართ და ძალიან უღმერთოებით სხვათა შორის. ძალიან ბევრი არგუმენტია იმისთვის, რომ თქვენი რეალური სახე გაშიშვლდეს.
ძალიან ბევრი არგუმენტი არ არის ის დრო როცა სიმართლე შეიძლება იყოს დამალული. უბრალოდ მტკივნეულია რა, მაგარი მტკივნეულია, როდესაც როგორ გითხრა რა, თუ ვინმე ხმა მოიღო, შეიძლება ფიზიკურადაც მოსპოთ. თუ ვინმე მილაპარაკა, მაგრამ ღმერთს ხო ვერ მოსპოთ. თქვენზე მეტი ძლიერები, თქვენზე მეტი გავლენიანები და თქვენზე მეტი გახრწნილები შეიძლება იყო საქართველოს ისტორიაში. მაგრამ თქვენზე მეტი ანგარებიანი არ მეგული. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ხელისუფლების მოყვარეობა არის ცოდვა. ხელისუფლებაზე ლოცვა ცოდვა არ არის, მაგრამ ხელისუფლების მოყვარეობა არის ცოდვა. თქვენ ხართ ხელისუფლების მოყვარეები. ძალაუფლების მოყვარეები ხართ თქვენ. ყველა არგუმენტით ეს ასია. ამის თქვა მინდოდა მე და ღმერთმა ქნას ისე რომ თქვენ გაგასამართლოთ თქვენი სიმართლით და თქვენი ბრჭყალებში პატრიოტიზმით და პატრიოტიზმით ბრჭყალებში რა თქმა უნდა რომელსაც ასე აფრქვევთ და ყალბის სინანულით. იცი რა არის ჩემთვის ყველაზე მიუღებელი? ნარკოტიკის თემის განხილვა რო ხდება მეტრაკე ანდრინი ჯოხაძესთან, ბარიგა ბადურაშვილთან, მრავალწლიან ნოესთან და იმ კონგლომერატთან რა, ანკლავში ვინზის ყოფილი ჩათლახები, ნარკომანები და ბოზები. და ჩემთვის კიდე მიუღებელია რა, ჩვენი ეროვნული ტრაგედიის შეუთქცევა. ესაა ჩემთვის პრობლემა. სულ ამის თქვა მინდოდა ბატონო რა, ჩემი თქვენს დასრული ადამიანები ხართ და გადაწყვეტ რა არის თქვენთვის მისაღები და რა არის თქვენთვის ჯანსაღი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე იმ თემაზე რასაც არის რეალურად ნარკოპოლიტიკა და ნარკოლოგიის ყველაზე მძიმე შედეგები. ეს არის ყველაფერი უბრალოდ აი მხატვარი რო ხატავს ბოლოს ჭიხებს ადებს იქ ეგრეთ წოდებული შეუთქცევა ამ პრობლემების გამოსვლა იმისი და ნარკოლოგის რაღაც აზრების ციტირება რომ ამას იწვევს იმას ყველამ კარგად იცის რას იწვევს ნარკოტიკი. მე საქართველოში მიცხოვრია ყველა ფენაში. რას იწვევს ნარკოტიკი იცი? დედას შვილი ზიზღდება, შვილს დედა ზიზღდება, შვილი დედას ძარცვავს. დედა შვილს კლავს, მამა დედას კლავს. აი ამას იწვევს ნარკოტიკი, ამაზე მეტი შედეგი ნარკოტიკს უარესი არ მოაქვს. არ უნდა ამას სამედიცინო ენით ახსნა საზოგადოებასთან თუ რას იწვევს ნარკოტიკი. მარტო მორალით საკმარისი, რეალური მორალი და ფაქტები მათი ცხოვრებიდან. ვინ ფარველობს ამას? დაუსვიათ ამათ ეს შეკითხვა? არა. ესენი ამ შეკითხვას არ დასვამენ. თვითონ არიან ამის ყველაფრის მფარველები. თვითონ და სანამ იარსებებს ფული რომელიც ჯოჯოხეთს ამართებს. ეს ეშმაკის მოციქულები უნდა იქნებიან ბედნიერები. ძალიან მიჭირს ამის თქვა, მაგრამ მე ხა ჰიტლერის იდეების და მისი პოლიტიკის მომხრე არასოდეს არ ვიქნები და არასოდეს არ ყოფილი ვარ, მაგრამ ფაქტი ერთია რა. ერთადერთი რაც გააკეთა იმისთვის, რომ ძლიერი იმპერია შეიქმნა, გააკეთა ესეთი მეთოდი, რომ სხვანაირად უბრალოდ ვერ დაადგენდა, ვერ დაიდენტიფიცირებდა ნარკომანებს. დაიწყო ოფიციალური გაყიდვა ოფიციალურ მაღაზიებში ნაცისტურმა გერმანიამ. რა თქმა უნდა, ომამდე. ამავდროულად გესტაპომ, Geheimdienststaatspolizei, ეს არის საიდუმლო პოლიცია, ასე ითარგმნება გესტაპო, მიეცა დავალება, რომ ყველა ნარკომანი ყოფილიყო აყვანილი ემაზე კონტროლზე. ერთი-ორი კვირის განმავლობაში ნარკომანები ძალიან ფრთხილად ეკიდებოდნენ ამას, მაგრამ ნარკომანიის დამოკიდებულება და ნარკომანიის სცენი ასეთია, თუ სადაც იყიდება ეს, საკუთარ დედას გაყიდიან, იქ რომ მივიდნენ, მესამე-მეოთხე კვირაში მივიდნენ. ყიდეს ეს ნარკოტიკი რა, ყიდეს, უკეთეს დიფუზია, ერთი თვის მანძილზე და მეორე თვის დასაწყისში უკვე მიიღო
საიდუმლო პოლიცია ამზადებდა ყველა რეგისტრირებული ნარკომანი ყოფილიყო აყვანილი და დაპატიმრებული. ყველა დაიჭირეს. ყველა აბსოლუტურად დაიჭირეს და შესვეს გემზე, გაიყვანეს მდინარე რაინში ეს გემი, სხვათა შორის მდინარე რაინი გერმანიაში პრინციპულად ქვია ეს სახელი რაინი სუფთა წმინდა. აი ესე ითარგმნება გერმანულიდან. და იქ ესრულეს ტორპედო და ჩაძირეს. და თი სიტყვა იყო პოლოსი, რომ ეს ჭირდება თავისუფალი სისხლი და თავისუფალი ადამიანები და მეორე ზარი იყო ესეთი პიდარასტები აიყვანეს და ათხრევიეს ბერლინის მეტრო. ესე იგი, რა ხდება, იცით? როგორი განსხვავება იყო, იცი? მეტრაკეებისგან უფრო მიიღეს გამოსავალი ფიზიკური ვიდრე ნარკომანებისგან. მე კიდე გულახდილად გეუბნებით ამას რა. ჩემს ანაცნობო წრეებში არიან ესეთი ცოდვით შეპყრობილი ხალხი. და მე რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები ჩასაძირათ და მოსაკლავად ღმერთმა დამიფაროს ვიტანება. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც მათ ქმნიან ასეთ ადამიანებად, ბარიგები, სახელმწიფო, მე არ მენანება გასაძირათ, არც ჩასაძირათ და არც მოსასპობად. და ქვეყანაში რო არსებობდეს ხალხო, არსებობდეს ძლიერი სახელმწიფო პოლიტიკა. ამ ადამიანებს სასამართლომდეც არ მიიყვანდა ეროვნული ხელისუფლება. არ მინდა ახლა აქედან თქვა, რა შეიძლება მოუვიდეს იმას, ვინც ანადგურებს ერის გენოფონდს. მაგრამ სახელმწიფო უშიშროებაში ეს მეთოდები იციან კარგად და ჩვენნაირი ხალხის წინააღმდეგ არ უნდა იყენებდნენ ამას. იმნაირი ხალხის წინააღმდეგ უნდა იყენებდნენ ამას, ვინც მძირგამომთხრელია საზოგადოებრივი კეთილდღეობის. так. დღეს ყოველ ჩემი გამოსვლა დავასრულე და ცოდვად იყოს ეს უბედურება. არც წყევლა, არც ესა სურვილი. და სურვილის გამჟღავნების უფლება მე მაქვს. ცოდვად იყოს ეს უბედურება თქვენს კისერზე, თქვენ აძირლებო, რაც თქვენ დამართეთ ქართულ ხალხს და როგორ კოლაბორაციაშიც იმყოფებით ხალხად. ვითომ და ერის კეთილდღეობა გინდოდეთ. მოგიწოდებთ ყველას რომ გააზიაროთ ეს ვიდეო ბლოგი, მოასმენიოთ თქვენ მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავს. მე კიდე ჩავერთვები ამ თემასთან დაკავშირებით და მე ვილაპარაკებ მეთოდებზე თუ როგორ შემოდის საქართველოში წამალი, როგორ ფასოვდება ის და როგორ ხდება მისი დიფუზია, გავრცელება საზოგადოებაში და ვინ მფარველობს ამ ყველაფერს. მე ამაზე კიდე ვილაპარაკებ. მე ამ ყველაფერს ლაპარაკი დავიწყე. ამ თემაზე და მე ამ ყველაფერზე, ამ კარტელზე საუბარი არ დამისრულებია. და ესეთ ყალბ ელემენტებს ყოველთვის გავჯოხავ აქედან.